დღეს გავიგე რომ ჭიათურაში კიდევ 5 ადამიანმა დაიწყო შიმშილობა დირექტორს ცემენ და მინდა სოლიდარობა გამოუცხადო მათ და მინდა უთხრა რომ მე რომ ვიყო საქართველოში აუცილებლად ვიგდებოდი თქვენ გვერდში და ახლა მინდა მიმართო საქართველოს პრეზიდენტს ყველა პარტიას რომელიც კი საქართველოში არსებობს ბარიერ გადალახავს თუ ბარიერ გადაულახავს რა ვიცი ქალბატონო სალომე მართლა კარგი ნაბიჯი იყო როდესაც რომის პაპის გასვენებაში იყავი ჩასული და სამძიმარზე მაგრამ აგერ ჭიათურამ მყარი ქალაქი და მოდი იქნება აქანეთ ჩასულიყავ სამძიმარზე და გასვენებაში იმიტომ რომ მაგ ქალაქს ასვენებენ ამ წუთას და იმ ყველა პარტიას მიმართა ბიჭო ამ თბილისის გარდა საქართველოა საქართველო ხულოდან იწყება სარფის საზღვრიდან იწყება და ეგრე თავდება ლაგოდეხში ყაზბეგში და ასე შემდეგ საქართველო თბილისი არა მარტო საქართველო ყველა ვართ საქართველო კეთილი ინებეთ ედედა აფეთქებული და მაგ საქმეში მაინც შეთანხმდით და საერთო განცხადება გააკეთეთ სოლიდარობა გამოუცხადეთ ჩადით ესაუბრეთ შეხვდით რაც უნდა მძიმე საუბარი იყოს რა არის რას გავს ყველა შეკრული ხართ ხელისუფლებას თუ რა სიკვდილი გჭირთ როგორ შეიძლება ცხელი წერტილი იყოს რაღაცა და იმას არ იყენებდე ხელისუფლების საწინააღმდეგოდ გამოდის უკვე ის პროცესები სუსის სიმიდან თავისით გამოდის გავლენიდან და არ გაუშვათ ხელიდან ეს სიტუაცია ჩადით ბიჭო დევიჯერო ყველა ოცნებისია ჭიათურაში თუ ყველა ოცნებისია თქვენი დანაშაულია თუ ყველა ოცნებისია და ჩადით და ელაპარაკეთ რა სიკვდილი გჭირს ადამიანებო რატო არ გვიყვართ ერთმანეთი რატო არ გვინდა ერთმანეთის სოლიდარული ვიყოთ რატო არ გვინდა გასხვავებული აზრის მოვლენა შეთავაზეთ რაღაცა უთხარით გააკეთეთ ერთობლივი განცხადება თუ რა ბედიელი ჭიათურას როგორია თქვენი ხედვები ხელისუფლებაში მოსვლის შემთხვევაში რაღაცა ქენით რა და ახალგაზრდობავ ვინც ახლა იბძვით ვინც ქუჩაში ხართ ნუ ყურებთ ამ პოლიტიკოსებს თქვენ გადადგით ნაბიჯი თქვენ ჩადით თქვენეთ საუბრეთ თქვენ შეხვდით თქვენ დაუდეკით გვერდში როგორ შეიძლება თუნდაც ოცნების იყო მიატოვო შენია ქართველია გაბრიყვებულია შენი ბრალია რო ასე ფიქრობს და არ გააკეთე არაფერი და დაუტოვე საჯიჯგნად მხოლოდ ქართულ ოცნებას ყველა მავიღო ჩვენ თავზე პასუხისმგებლობა ჩვენი ბრალია ჩემი ბრალია პირადად და ყველას ბრალია თუ ისინი ასე ფიქრობენ რა გავაკეთეთ რო ისი არის ფიქრობს ამიტომ კიდევ ერთხელ მოგიწოდებთ რა თუ ვინმე შეკრული არ ახართ ხელიდან არ გაუშვათ ეს სიტუაცია და გამოიყენეთ ხელისუფლებასთან საბრძოლველად რამე თუ ისინი არიან სწორი და ყველაფერს თავი რო დავანებო მათ ეკუთვნით ადამიანების გვერდით დგომა და ზესტაფონს მოუწოდებ მაინც მოგიწევთ გაფიცვა მაინც მოგიწევთ გაჩერება თუ კი ის გაჩერდა მარგალეცის მოპოვება მაინც გაჩერდებით ამიტომ იყავით სოლიდარული ახლა თუ აყობით გაიმარჯვეთ მოითხოვეთ ხელფასების მატება მოითხოვეთ სოციალურ პრობლემების გადაწყვეტა მოითხოვეთ ზესტაფონის მიხედვა რას გავს ქალაქი უდიდესი შემოსავლის ქალაქი და იმუშავეთ ამისთვის ბოდიში რო გმოძღვრავთ ევროპიდან და ვიცხა მეტყვი მეეთრიე და შენქენიო მაგრამ მე რო ჩამევიდე ვიქნები კამერაში და მაინც ვერ ვიზამ ამიტომ მოგიწოდებთ გამოუცხადოთ სოლიდარობა სულ გამოვაცხადოთ სოლიდარობა ვიმუშაოთ იმ ადამიანებთან იმ ადამიანებს უნდა გადარჩენა უნდა და არა აქვს მათთვის მნიშვნელობა ვინ გადაარჩეს ოცნება ნაცები კოცები ლეიბორისტი თუ ის გადაარჩეს თუ ეს გადაარჩეს არა აქვს მნიშვნელობა
ქალაქს უნდა გადარჩენა. ქალაქის გასვენება იგეგმება. და პანაშვიძე მაინც ჩადით დედაა ფეთქებული. მადლობთ ყურადღებისათვის და ბოდიში ასეთი მენტორული ტონისათვის.